მიხა ხელაშვილი, სახალხო პოეტი. ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი და შეფიცულთა რაზმის წევრი. მათთან ერთად მონაწილეობდა შეიარაღებულ აჯანყებებში ფშავსა და ხევსურეთში. ის 1900 წელს სოფელ ახატში დაიბადა. 15 წლის ასაკში უკვე ბარისახოს დიაკვნად გაამწესეს. შემდეგ კი ჩარგალში გადასულა. წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ქვეყანა აირია. ათეისტურად განწყობილი ახალი ხელისუფლება სასულიერო პირებს იჭერდა, ხრეტდა, პარსავდა და ღვთის საგმობ წერილებს აწერინებდა. მიხა ამას ვერ შეეგუა და სოფელში მაუზერით დაუწყია სიარული. თან ფშავ-ხევსურეთის განძის დაცვაც დავალებია. ველად გაჭრილი მიხა ლექსებს წერდა და მონაწილეობდა ანტისამთავრობო შეიარაღებულ გამოსვლებში. დაარბია მილიციის შენობა, ჩამოაგდო ლენინის სურათი. სიცოცხლის გამოასალმა კოლა ჯაგნელაძე და საქართველოს დროშა აღმართა. მისი დაჭერა შეუძლებელი იყო და როგორც ამბობენ, ტყვია არ ეკარებოდაო. ამიტომ მის ოჯახს დაეცნენ. სოფლის გზაზე მიმავალი მიხა ხელაშვილის დედა ჯერ შორიდან დამიზნებით მოკლეს, შემდეგ კი როგორც ამბობენ, ხანჯლებით აწამეს. მიხა დედის დაკრძალვაზე ასაფეთქებელ შემოხვეული მივიდა. 2 წუთით დედა იგლოვა და შემდეგ ისევ ტყეში გაიხიზნა. დედის სიკვდილისთვის სისხლი არ აუღია, რამაც მისი ავტორიტეტი ერთიორად ისევ გაზარდა. ამაზე ლექსად თქვა: დედა მომიკლეს ფშავლებმა, 60-80 წლისაო, ტერიც არ შემხვდა მტრისფერი, ვარ უბედური დღისაო.